მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ეხლა მე ვარ თბილისის ზღვაზე. 18 ოქტომბერია, რუბლიანი ამინდი გვაქვს. და მინდა რომ ვითევზო სპინინგით, ხელოვნური სატყუარების გამოყენებით ნავიდან. მაქვს ახალი ნავი, ვისაც გიყვართ მარტო ბოდიალი, მარტო თევზაობა და გინდათ რომ ნავი გქონდეთ. აი ესეთი შესანიშნავი ნავი შეგიძლიათ შეიძინოთ. ერთ კაცზე ნუ 1+1-ზე გათვლილი, მაგრამ ერთი კაცისთვის იდეალური ვარიანტი. ეს არის ქართული ბრენდის კოლხის ნაწარმი. ეგეთ ჩვენი ლოგოც. PVS მასალით უმაღლესი ხარისხით დამზადებული ძალიან კარგი მასალა, ბევრი სხვადასხვა მოწყობილობით, რომელიც დამაგრებული არის ნავზე. 2 მეტრი არის სიგრძეში. ტვირთამწეობა აქვს 300 კილოგრამამდე, რაც ძალიან კარგია და ყველაზე დიდი პლუსი ის არის, რომ ასეთი პატარა ნავებისთვის ზოგადად, აი სხვა ბრენდებს რომ შეხედოთ, არ აქვთ ძრავის დასამაგრებელი. ამ შემთხვევაში კი სპეციალური დიზაინი არის შექმნილი და მასზე დავამაგროთ ჩვენ ძრავი. ამ შემთხვევაში მექნება 3-5 ცხენის ძალიანი პატარა ძრავი. ხო, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რაც უნდა გითხრათ აუცილებლად, ამ ნავს აქვს გასაბერი ძირი, პოლი ეგრეთ წოდებული. აი ესეთი ბილი ბალიშივით არის, რომელიც იბერება და მაგრდება საკმაოდ, თუმცა მასზე დადგომა ძალიან კომფორტული არის. არ ვიცი, მე ძალიან მომწონს. ნახოთ რა გამოვა, როგორი თევზაობა გვექნება პირველი შესვლა ამ პატარა ნავით და ყველაფერს ერთად ვნახავთ. აუცილებლად უნდა გთხოვოთ რომ დაალაიქოთ დღევანდელი ვიდეო, ჩემი არხი გამოიწეროთ, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი ჯერ კიდევ და მოდით ახლა ერთად შევიდეთ და ვნახოთ თუ დავიჭერთ ქორჭილებს. მეგობრებო, მოკლედ გავმართეთ ჩვენი ნავი. ახლა მოვაწესრიგე კოდები ჩავდეთ ჩვენი ჩანთა შვენიერია. აქეთ ჩვენი ხუთი, ფეხებსაც ვყონი რომ კომფორტულად ჩამოვდეთ. აი ვფიქრობ ძალიან კარგი არის. ერთი ადამიანისთვის იდეალურია რა. არ ხდება. შეგვიძლია შევიდეთ ზღვაში. მეგობრებო, ხშირად მეკითხებით ხოლმე და ამ ვიდეოში მინდა გაჩვენოთ როგორ ვაწყობ ჯიგრიგ მონტაჟს. ესე იგი, წუნზე გადავაბით ფლუოროკარბონით თავისთავად, როგორც სადავე. შემდეგ დავაყენეთ ესეთი კარაბინი. კარაბინზე ოფსეტური ნემსკავი აუცილებლად ბალახისგან საწინააღმდეგო არ გამოიდოს ფსკერზე, იმიტომ რომ თბილისის ზღვაზე ბევრი ბალახია. ოფსეტურს ესე თავდაღმართით ნახეთ, თავი უნდა გქონდეს და ზემოდან ესე ჩამოვაცმევთ. და შემდეგ შეგვიძლია ესეთი მსხლის ფორმის სიმძიმე წამოვაცვათ. ვოლფრამი არის ამ შემთხვევაში, რადგან ვოლფრამი კიდევ უფრო კარგი არის ვიდრე სტანდარტული ტყვია. უფრო პატარა ზომაში, ერთ და იგივე წონა რო შევადაროთ ტყვიას და ასევე ხმაური აკუნობს, მოკლედ ბზინავს, ბევრი რაღაც პლუსი აქვს რა. აქედან გამომდინარე ვოლფრამს გირჩევთ. აი ესეთი მონტაჟი გამოგვივიდა. ეხლა ოფსეტზე წამოვაცმევთ ლეგენდარულ სატყუარას, უკვე ლეგენდარულ ფანატიკის ბრენდის ობობას, იგივე პაბუქს. 0.7 ფერით დავიწყებ. ეს არის ჩვენი 0.7, იგივე ძრავის ესეთი ფერი, 1.5 ინჩიანი. თუ მოეწონება ჩვენ ქორჭილებს ნახოთ. ასე წამოვაცმევთ. ნემსკავს აუცილებლად დავმალა, ნემსკავის წვერს ისე სილიკონშია ის. თითქმის არ ჩანს ნემსკავი. всё. ახლა შეგვიძლია უკვე გავუშვათ პირველი გასროლა. ნახოთ რა გამოვა. ჩავარდა, დავიწყოთ გატარება. ფრიქციონი დავარეგულიროთ. ეს. მოკლედ რას ვაკეთებთ? ჩავარდა სატყუარა. შემდეგ აუცილებლად ჭიმავთ მაქსიმალურად და პატარა წამოხტუნებებით 1-2. თან კოჭას ვატრიალებთ, რომ მაქსიმალური დაჭიმულობა გქონდეს წნულზე. როგორც კი მივა ფსკერზე, ისევ 1-2. მივიდა ფსკერზე, ისევ 1-2. ფსკერზე მისვლას ვხვდებით წნულის მეშვეობით. წნული როგორც კი გაიკეთებს მუცელს, ანუ მოეშვება, ესე იგი ნიშნავს იმას, რომ ფსკერზე მივიდა ჩვენი სატყუარა. შესაბამისად, ისე ვაკეთებთ გატარებას 1-2. როგორც დააკვირდით, ესე იგი პირდაპირ გავისროლა, ჩემს პირდაპირ გავისროლე ამჯერად ჩვენი სატყუარა. თუ მაგალითად აი ამ გატარებაზე არ გვექნება ჩარტყმა, და ვიცით რომ დაახლოებით 25 მეტრის დისტანციაზე გავისროლეთ. იგივე დისტანციაზე უნდა გავისროლოთ, მაგალითად მარცხენა მხარეს
3-ჯერ. სიტყვაზე 2 მეტრით მარცხნივ, მერე 2 მეტრით მარცხნივ, მერე კიდე 2 მეტრით მარცხნივ. თუ აქაც არ ქონდა ჩარტყმა, მერე გადავდივართ მარჯვენა მხარეს და ანალოგიურად ყველა, ესე რომ ვთქვა, ტერიტორიას სინჯავთ, სადაც შეიძლება ქორჭილა იდგეს. თუ მაგალითად ეს ტერიტორია მოვასუფთავეთ და არ დგას ქორჭილა, არ დაგვირტყა, შემდეგ გადავდივართ კიდევ უფრო შორ დისტანციაზე. იქაც ვთით ანალოგიურს. ყველა ადგილს ესე რომ ვთქვათ, ნახავთ, თევზი დგას თუ არ დგას, შევამოწმებთ. თუ გექნება ჩარტყმა, მე უკვე იმ კონკრეტულ წერტილში ვაკეთებთ გადაგდებას. თუ არ არის ესე რომ ვთქვათ, რეალიზაცია, პატარა ზეკმენს ვერ დავსვით და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში შეგვიძლია რომ შევცვალოთ სატყუარა, შევცვალოთ სიმძიმე. მე ძირითადად ყოველთვის ვიწყებ ხოლმე დიდი ესე რომ ვთქვათ, სიმძიმით. დიდი სიმძიმე ჩემთვის არის 5 გრამი, 4 გრამი, აი ეს ესე რომ ვთქვათ, ტყვის სიმძიმე. მაგრამ თუ აი ამ სიმძიმეზე არ მაქვს ხოლმე ჩარტყმები, მაქსიმალურად ვაპატარავებ 2 გრამზე, 1 გრამზე, 1.5-ზე გადავდივარ, იმისთვის რომ, როდესაც დაბალი წონა არის, თევზი კიდევ უფრო კარგად რეაგირებს ასე დროს, თუ პასიურია, თუ აქტიურია, მას ნებისმიერ რამ გაუტარე და აუცილებლად მაინც დაგიჯდება. ასე რომ ეს არის ჩვენი მთელი სპინინგის ფილოსოფია. უნდა ვეცადოთ, რომ ბევრი ექსპერიმენტი ვატაროთ. სადოთ ბევრი რაღაცეები, ბევრი ადგილები, ბევრი სატყუარები, სიმძიმეები ვცვალოთ და ასე შემდეგ რა. მოკლედ, არაფერი რთული არ არის, მთავარი მონდომებაა და ბევრი ექსპერიმენტი. ჩვენც დღეს ექსპერიმენტს ჩავატარებთ, როგორც ყველა თევზაობაზე, რადგან წინასწარ არავინ, აბსოლუტურად არავინ არ იცის, სად შეიძლება იდგეს ქორჭილა, რომელ სატყუარას დაარტყას და ასე შემდეგ. ამიტომ არავის არ დაუჯეროთ ხოლმე ესე რომ თუ დარწმუნებით გეუბნება რომ აი ეს უეჭველი მაგარია, არ არის მას. ყველა კონკრეტულ დღეს, კონკრეტულ შემთხვევაში საერთოდ სხვადასხვა რაღაცა მუშაობს ხოლმე. ასე რომ კი, არსებობს, მართლა არსებობს ისეთი რაღაცეები, რომლებიც მუდმივად გამორჩეულია, აი მაგალითად ფანატიკის ბრენდის ეს კონკრეტული სატყუარა, ვიცი რომ პასიურ თევზსაც ძალიან მაგრად ატყუებს, მაგრამ არის ხოლმე გამონაკლისები, როდესაც სხვა სატყუარაზე უფრო კარგად ურტყავს. ამიტომ ერთი არ ამოიჩემოთ, ცადეთ, ცვალეთ და შედეგიც აუცილებლად იქნება. არის დარტყმა? არის აუ რა კაი დარტყმა იყო და აცდა. ავარაუდოდ მოკაჩა. კაი დარტყმა იყო და მოკაჩა. ნახოთ, კი ბატონო, ნახეთ როგორი მოძენძილი არის სილიკონი. ასე დროს აუცილებლად უნდა გავასწოროთ თავიდან, აი ესე. კარგად წამოვაცვათ და ისევ გავუშვათ სათევზაო წერტილში. ნუ, როგორც ჩანს, აი აქ, სადაც ახლა მეორედ დავდექი, იმიტომ რომ პირველ ადგილას სადაც ვიდექი იქ საერთოდ არ მქონია ჩარტყმა და მეორე წერტილი რო შევიცვალე, შედარებით სიღრმეში შემოვედი და უკვე მქონდა პირველივე გატარებაზე ჩარტყმა. აი ზუსტად ეს არის, უნდა ეძებოთ თევზი, რადგან წარმოდგენა არ გვაქვს წინასწარ სად შეიძლება იდგეს. ძიების შედეგად პოულობთ და შემდეგ უკვე ვიჭერთ სხვადასხვა სატყუარაზე. იყო დარტყმა? არის კიდე დარტყმა? პატარა ზეკმე, ეთქვა პატარა არ ვიცი. ან ძალიან პასიურია. არის კიდე დარტყმა? ვაუ, სასწაულია. 3-ჯერ ზედიზედ დაარტყა. არის დავსვით ქორჭილიუსი. არა, არც ისე პატარა, სხვათა შორის. ისე პატარა. ნორმალური ზომა. მოდი ქორჭილიუს, მოდი. მოდი გაგიშვებ აუცილებლად, იმიტომ რომ შენ მე არ მჭირდები. არ მჭირდები საჭმელად, უბრალოდ ვერთობით შვენიერი ქორჭილიუსი არის. შეგვიძლია ახლა 1-2 ფოტოც გადავუღოთ. აი ეს. საკმაოდ ხარბადა აქვს ხათა შორის აღებული. საკმაოდ. როდიაკ ამოვიღოთ სატყუარა, გავუშვათ უკან ქორჭილიუსი. წათი. შვენიერი, წავიდა ქორჭილიუსი. აი მეგობრებო, როგორც ჩანს, რამდენიმე
ჩარტყმა რო ქონდა, შეგვიჭამეს, თავი შეჭამეს და კუდი დატოვეს მარტო. ერთ ეგრე მოსწონთ ფანატიკის პავუკი ჩვენს ქორჭილებს. შევცვალოთ ჩვენ კიდე ბევრი გვაქვს, ისე რომ შეგვიძლია მთელი დღე ვითევზოთ. ეს კიდე ერთხელ ვიტყვი რა, პასიურ თევზე, აი ძალიან მაგარია, იმიტომ რომ არის მოტივტივე სატყუარა. რაც იმას ნიშნავს, რომ ფსკერზე რო ჩავარდება, რადგან თავისუფალი სიმძიმე აქვს, აი ნახეთ, ნემსკავზე არ არის გამოდებული სიმძიმე, ცალკე არის, ცალკე ტრიალებს, ცალკე ბრუნავს. შესაბამისად ეს რო დაეცემა, ნემსკავს თავისუფლად წამოწევს ჩვენი სატყუარა, რადგან მოტივტივეა და ფსკერზე ესე აქანავებს თავის ფეხებს, ისე რომ კიდე უფრო მიმზდველი არის ხოლმე ასე დროს სატყუარა, როდესაც პასიურია თევზი. და დღეს დიახ, პასიურია თევზი, რადგან ზოგადად მოღრუბლული ამინდი თბილისის ზღვაზე ქორჭილას დიდად არ უყვარს, რაც მე თევზაობ ყოველთვის უფრო მზიან ამინდში ვიჭერ ხოლმე კარგად ქორჭილას და მოღრუბლულში უფრო პასიურობს. აქედან გამომდინარე, ზუსტად ესეთი ტიპის სატყუარა სჭირდება, რომ შევძლოთ მოტყუება და დაჭერა. არის დარტყმა. დავსვით ქორჭილიუსი. იბრძვის კარგად. ნორმალურად. არ ვიცი რა ზონა, ალბათ ცოტა უფრო პატარაა ვიდრე ის, იმიტომ რომ არა აქვს ისეთი დიდი. როგორ არა აქვს, აი. იგივე ზომა, სტანდარტი. ეთი ქორჭილი, მოდი, მაინც უნდა გაგიშვო, მოდი. მოდი გაგიშვებ, კარგი, თუ გინდა შენ თვითონ წადი, მაგრამ გაგიშვებ. ესეთი მეორე ქორჭილას დავიჭრით, მშვენიერი. იგივე პავუქზე 27-ზე, ნუ ამას არც შევცვლი პრინციპში, იმიტომ რომ ვიცი რა სატყუარა მუშაობს პასიურ თევზზე და ამ ფერს მივაწვევი. გავუშვოთ. მეგობრებო, მოკლედ ესეთი აიკიდის 3.5 ძრავი გვაქვს. ჩვენი პატარა ნავით. დავქვაქოთ ხა. ძრავი საკმაოდ ხმაურიანია, მაგრამ თავის საქმეს აკეთებს. ამას ფეხი უნდა მივაჭიროთ. იმიტომ რომ მეორე ხელი დაკავებული მაქვს. აი ესე. მოკლედ ჩემი ხმა ალბათ შედარებით ნაკლებად გესმის. საკმაოდ ხმაურიანი ძრავია. მაგრამ ხო გეუნებით. თავის საქმეს აკეთებს რა. ანუ ნიჩაბზე სწრაფია და ხელიც არ გეღლება შესაბამისად და გადაადგილება უფრო კომფორტულია. ასეთი 2 მეტრიანი ნავისთვის იდეალური ვარიანტია. აბა წავედით. ჩავაქრეთ, ეხა ღუზა ჩავაგდოთ. აი ეს ნახეთ, ესეთი ღუზა გვაქვს. ჩავუშვათ და აი აქ ღუზის ჩასაშვები თოკი. კი ბატონო, მივიდა, ცოტა მივუშვათ, რომ ტალღამ თავისით დაგჭიმოს და მე უკვე მარტივად გავასწოროთ ნავი. აი ეს. всё. ამას რამდენჯერმე შემოვახვიოთ ეს თოკი. всё, ესე ჩამოგდა ჯიგარი რა. ძალიან მარტივია, საკმაოდ კომფორტულია. всё. ახლა თავისით გაგვასწორებს ტალღა, ანუ აი ესე პირდაპირ ტალღა იქიდან უბერავს და ნავიც ესე დადგება მოკლედ. ჩვენ შევტრიალდებით აქეთ მხარეს, სადაც რავი არის, ანუ ზურგი დაუდგებით ქარს და გავისვრით ესე მოპირდაპირ მხარეს. აბა ვნახოთ. აქაც დავტესტოთ, რამდენიმე გადაგდება. თუ აქაც ვერაფერი ვერ ვქენით, მე უკვე შეგვიძლია წავიდეთ სახლისკენ. მეგობრებო, მოკლედ გამოვედი საბოლოოდ როგორც იქნა, იმიტომ რომ თევზი ფაქტიურად არ აქტიურობს, თავისთავად არ ცოლოდი რაღაც განსაკუთრებულ აქტიურობას, იმიტომ რომ გვიან ამოვედი უფრო ჩვენი ახალი ნავის გასატესტად. ნავის საკმაოდ კარგია, ერთი ადამიანისთვის ვფიქრობ არის იდეალური ვარიანტი. სუბუქია,
მარტივად გადასაადგილებელია, პატარა ძრავი შეიძლება დაამაგრო და კომფორტულად იმგზავრო, გადაადგილდე. გასაბერი პოლი აქვს, რაც ძალიან კომფორტულს ხდის აი ამ ნავს გამოსაყენებლად. რა ვიცი. მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი გარდა იმისა, რომ 10-დან 10 გულს დაუწერდი ამ კონკრეტულ ნავს. აღნიშნული ვერსია და ზოგადად რა საქართველოში ბევრი სხვადასხვა ვარიანტი ზომებით, რა ვიცი, სიმძლავრებით და ასე შემდეგ, ძრავით, ნავით და ბევრი სხვა აღჭურვილობაც შეიძლება შეიძინოთ, რა თქმა უნდა, კომპანია კოლხში, რომლის საკონტაქტო ნომერს აუცილებლად დავტოვებ ეკრანზე და ვიდეოს კვებით აღწერაშიც. ნავის შეძენის შემთხვევაში, როცა გადაწყვეტ, უკავშირდებით კოლხს და კომფორტულ, თქვენთვის საჭირო და მორგებულ ვერსიას არჩევთ. ძალიან მარტივად, იმიტომ რომ ბევრი არჩევანი აქვს, როგორც ნავების, ძრავების და კიდევ სხვა აღჭურვილობების, არ ვიცი. ნებისმიერი ნაწილი რომ დაგჭირდეს ნავისთვის, გაგიფუჭდა და ნაწილი გჭირდება, ამასაც თავისთავად ისინი გიშოვიან და თუ არ აქვთ ადგილზე ჩამოგიტანენ. ასე რომ, თუ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, საერთო ჯამში 2 თევზი დავიჭერთ, მაგრამ მაინც აუცილებლად უნდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, გააქტიუროთ ზარისღლაკი, დღევანდელი ვიდეოს დალაიქება არ დაგავიწყდეთ და რა თქმა უნდა შევხვდებით ჩვენ ძალიან მალე მომავალ ვიდეოში. წარმატებები ყველას და დროებით!